ჩემზე ამბობენ, რომ ვარ მკაცრი და მომთხოვნი და ხანდახან ბრაზიანი. სინამდვილეში არავინ იცის, რომ ესეთი არა ვარ. პირიქით ვარ უფრო მიმტევებელი და თუ გავბრაზდი ძალიან მალე გადამდის და მეორე წუთში აღარ მახსოვს. არასდროს არ მბეზდება ანსამბლის ისტორიის მოყოლა და შემილია განუწყვეტლი ვილაპარაკო და ერთი და იგივე და ყოველ დღე ხშირად მიხდება. ხოთაშორის სხვადასხვა ინტერვიუების დროს და ილიკო დამცინის ხოლმე ჩაწერეო დიქტაფონზეო და პირდაპირ დააჭირეო ღილაკსო როგორ ლაპარაკობ, ამას არ მბეზდება ნამდვილად. კაცად რო დავბადებულიყავი, ვიქნებოდი თენგიზის საამაყო ბიჭი. რა პროფესიის ვიქნებოდი? ალბათ მხატვარი ვიქნებოდი ან მოქანდაკე. პარალელურად ეს პროფესია დღეს არსებობს როგორც ჩემი მეორე პროფესია და ძალიან მეხმარება იმ საქმიანობაში, რასაც ანსამბლის ხელმძღვანელობა ქვია, იმიტომ რომ კოსტუმების დიზაინს ვაკეთებ და ყველა ახალ პროექტს ილიკოს დადგმულს მე ვაცმევ. ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც მიმიღია, იყო ის, რომ ჩემი გაკეთებული კოსტუმები და სცენოგრაფია სოლიკო ვირსელაძის ეგონათ. ყველაზე უცნაური ამპლუა ალბათ, რომელშიც აღმოჩნდი, ქარხანაში მუშად ვმუშაობდი. ეს იქნება რეპეტიცია თუ კონცერტის მსვლელობის დროს თუ რაღაცა, არის ჩემთვის დოპინგიც, ადრენალინიც, ყველაფერი. მაღალ სართულიან სახლში ალბათ ბოლო სართულზე ვერასდროს ვერ ვიცხოვრებდი და ვერ გადავიხედებოდი ხევიდან. რაღაც ეთყობა ეს ფობია, ძალიან მეშინია სიმაღლის. ხშირად მესიზმრება, რომ ვარდები ზემოდან. ამბობენ, რომ ამ დროს იზდები, მაგრამ ნუ გაზდა უკვე დავამთავრეთ, არ ვიცი, შეიძლება შინაგანად ვიზდებ, არ ვიცი. კარგი გოგოს კომპლექსი სულ მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ჩვენი ბამბაც კი ჭრიალებს და ამიტომ არაფერი არ უნდა გააკეთო, რომ იმათზე არ თქვან, რომ ეს ვინ გაზარდეს, ეს მქონდა. მართალ ისინი აღარ არიან, მაგრამ ჩემთვის მაინც არიან და ეს მომენტია, რომ იმათ სახელს უფრო უფრთხილდებოდი, ვიდრე საკუთარს და ამიტომ 30 წლის მერე ალბათ ესე იგი უკვე სიბერეში, ისევ ესე წარმომიდგენია ჩემი თავი ალბათ. საქმეში, რეპეტიციაზე, რაღაცა მოღვაწეობაში, კონცერტების და გასტროლების დაგეგმარებაში და რაღაც ალბათ ისე როგორც ახლა ვარ. მაგრამ 100 წლის შემდეგ ჩემზე არ ვიცი, დაწერენ საერთოდ რამეს, არ ვიცი. თუ რაღაცა ვინმემ დაწერა, ალბათ არ ვიცი, ყოველთვის მინდა რომ ის დაწერონ, რომ ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე და ის დინასტია რასაც ვაგრძელებ და შთამომავლობით რაც მერგო, ის ღირსეულად გავაკეთე.